გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ ახს უყურებთ. Galten Tagerti ელის რომ 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9.7% იქნება, რაც წინა პროგნოზისგან განსხვავებით 0.3% პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. Საქსტატის მონაცემებით 2024 წლის პირველი 11 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მონაცემი 9.4%-ით განისაზღვრა. წლის ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარ შეფასებას კი უწყება 31 იანვარს გამოაქვეყნებს. აქციების 47 დღე და გავლენა ეკონომიკასა და ბიზნესზე საკითხი, რომელიც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. რა მოლოდინები აქვს სპეციალისტებს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში და რა შეხედავენ გამოსავალს სტუმართან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანთან პროფესორთან ვახტანგ ჭარაიასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაიცემაში სტუმრობისთვის. პოლიტიკური პროცესების გავლენაზე ეკონომიკაზე მე და თქვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა დეკემბრისთვის საპროტესტო აქციები თავის სიმწვავით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პროტესტი იყო, რომელიც გრძელდება და 47 დღე იყო საპროტესტო აქციების გუშინ. შესაბამისად, აი ამ საკმაოდ განგრძობადი პოლიტიკური პროცესის, ამ აქტიურობის გავლენა ეკონომიკაზე. მე წავიკითხე Galten Tagertis მონაცემით, ის ვარაუდობს, რომ 2024 წლის პროგნოზი 9.7%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით ამ ფარგლებშია საქართველოს მთავრობის პროგნოზის და საქსტატის მოლოდინებით სავარაუდოდ ამ მონაცემებს დაემთხვევა, თუმცა რა ტიპის გავლენა იქონია, ამით დავიწყოთ ჩვენი საუბარი, მიმდინარე აქციებმა ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიზნესის განწყობებზე, მოლოდინებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე გასაგებია, რომ დავუშვათ ყისიერი ეფექტი არ აქვს, თუმცა შემდგომში, თუნდაც საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერიოდში, რა ტიპის გავლენა ექნება ამ ყველაფერს, სწორედ ეს მინდა იყოს ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი თემა. დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. საქართველოს საშუალო და გრძელვადიანი განვითარება დიდწილად, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მათთან მჭიდრო კომუნიკაციის თანამშრომლობის ყველანაირი პარტნიორობის გარეშე მომდევნო წლებში, რა თქმა უნდა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენ გაგვიჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება, თუმცა აქაც როგორ არის, რომ შეიძლება ერთიც და მეორეც, სიტყვაზე ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატებიც თუ არ ჩანაცვლდეს, გარკვეულწილად შეივსოს მათი მხრიდან დანაკლისი აზიური კაპიტალით მაგალითად. ესეც შესაძლებელია. ანუ ეკონომიკა როგორ მუშაობს, ეკონომიკა არ ანცხოვებს ევროკავშირიდან მოდის ეს ფინანსური ნაკადი თუ პირობითად ჩინეთიდან, ინდოეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან, ხო? ანუ შეიძლება გადააავსოს ერთი მეორემ და ეკონომიკურ კონტექსტში, ესე ვთქვათ, დანაკლისი არ ვიგრძნოთ, არც სამუშაო ადგილებს დაეთყოს, არც ინვესტიციებს დაეთყოს, არც საგარეო ვაჭრობას დაეთყოს. ბიზნესი რამდენად სწრაფად მოახდეს ამგვარ გადაწყობას, თუ ამის რეალურად კონტურები ჩანს დღეს? აი რთულია, არ არის ესეთი მარტივი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, ყველა რეგიონს თავისი ხედვა აქვს და შესაბამისად ისინი თავისი პოზიციიდან აფასებენ და ახდენენ მოქმედებებს. ამიტომ მე მაინც იმ მოსაზრებაზე ვრჩები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური კაპიტალი შეიძლება გადაივსოს სხვა რომელიმე მოთამაშის მხრიდან, მაშინ როდესაც შეიძლება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები თავს იკავებდნენ რაღაცა კუთხით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დიდი იმედი მაქვს, სურვილი მაქვს, როგორც მინიმუმ, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ისევ დაუბრუნდება საქართველოსთან იმ თანამშრომლობის ფორმატს, რომელიც იყო და არა უბრალოდ იყო, არამედ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი შრომა დასჭირდება და ძალისხმევა დასჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით თქვენი შეკითხვის მთავარი არსით რომ დავიწყო, მიტინგებს ეკონომიკაზე ამ წუთისთვის რაიმე გარდამტეხი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ერთხელაც ხაზს გაუწვამ, რომ შეიძლება ამ წუთას მყისიერად ვერ იქონია ამაზე გავლენა, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპული გზა იქნება ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, თუ როგორ იქნება შემდგომი ეკონომიკური სტატუს ხომაჩვენებელი. ამ ყისიერი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა იქონია თუ არა მოლოდინებზე, ბიზნესის განწყობებზე გავლენა, ამას იმის გათვალისწინებითაც ვკითხულობ, რომ აი ამ საპროტესტო აქციის ფარგლებში გამოჩნდა ბიზნესის საკმაოდ დიდი ნაწილი, ვერ ვიტყვი რომ ის მცირე ნაწილია, საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელთაც აქვს გარკვეულწილად პროტესტი ამ პროცესებთან დაკავშირებით და რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში კრიზისის განმუხტვის გზა არის რიგ გარეშე არჩევნები. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი ერთგვარად
არ არის ერთგვაროვანი და შესაბამისად ბუნებრივია რომ მათ თვითონ განსხვავებული პოზიცია და მოსაზრება აქვს ამ საკითხთან მიმართებაში. Რამდენად იქონია მათ განწყობებზე იმაზე გავლენა დაუშვათ რეალურად ისინი საშუალოვადიან ან გრძელვადიან პერიოდში რამდენად დაგეგმავენ თუნდაც გააფართოვებენ საკუთარ საქმიანობას, იმიტომ რომ თითოეული მათგანის აქტიურობაზე, გაფართოებაზე, ინვესტიციების ჩადებაზე არის დამოკიდებული ბუნებრივი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ეხლა ეს ბუნებრივი პროცესია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვინდა რომ ყველა ბიზნესი იყოს რაღაცა სოლიდარული ერთი აზრის გარშემო და რომ ყველა იყოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება ამასთან ერთად კონდეთ ხედვა, რომ ზოგი ოპოზიციონერი იყოს, ზოგი სამთავრობო ხედვის მომხრე იყოს, ზოგი საერთოდ არ აღიარებდეს არც ერთს არც მეორეს და თავისი რაღაცა მესამე ხედვა კონდეს, ხო? ეს ბუნებრივია ნებისმიერ ქვეყანაში, ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს როგორც მოქალაქეებს იმისა, რომ ვიღაცა შეიძლება ოპოზიციონერი ბიზნესმენი იყოს და ვიღაცა ხელისუფლების მომხრე ბიზნესმენი იყოს, ამაში მე არავითარ საშიშროებას არ ვხედავ. ბიზნესი თუ დაინახავს, რომ ქვეყანა წინ მიდის და ქვეყანას აქვს ეკონომიკურად განვითარების შესაძლებლობა, ის რა თქმა უნდა განავითარებს თავის ბიზნესსაც. შეიძლება კონკრეტულმა ბიზნესმენმა რაღაცა რადიკალური მოქმედება განახორციელოს და გაიტანოს თავისი კაპიტალი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, შესაძლოა ესეც მოხდეს, თუმცა ეს იშვიათად ხდება თუ ქვეყანაში მაინც არის ეკონომიკური პროგრესი. ამიტომ დიდ ესე ვთქვათ ნიშნულობას იმას არ მივანიჭებდი, რომ ვიღაცა შეიძლება არ მოწონდეს ბიზნესმენს ხელისუფლების პოზიცია, ეს მათი ესე ვთქვათ პირადი პოზიცია, იმასაც გავუსვათ ხაზი, რომ 10,000-ობით ბიზნესია საქართველოში აქტიური და იქიდან თუ რამდენიმე ასეულმა, თუნდაც რამდენიმე 1000-მაც რომ გამოხატოს 2400-ია ასეთი. ღია პოზიცია. კი ბატონო, ხო, გამოხატოს ღია პოზიცია, რომ ის არ ემხრობა ხელისუფლების პოზიციას. კიდევ არის რამდენიმე 10,000, რომელიც ესე იგი თავის მოქმედებით ამბობს იმას, რომ მას არ აქვს ოპოზიციური განწყობა როგორც მინიმუმ, ხო? თუმცა შეიძლება კონდეს კიდევაც, მაგრამ ამას არ ადეკლარირებს. ანუ ადამიანებს რა ტიპის მოლოდინი უნდა კონდეთ საქართველოს მოქალაქეებს დღეს ქვეყნის ეკონომიკაში ხდება თუ არა ისეთი პროცესები, რომელმაც შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს მათ შემოსავალს, განსაკუთრებით სენსიტიურია ლარის კურსი და ამაზე მუდმივად არის აპელირება ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი პრაქტიკულად ყისიერად ახდენს ხოლმე ლარის კურსზე გავლენას. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ადამიანებს რა ტიპის მოლოდინები უნდა ჰქონდეთ? ადამიანებს, რომლებსაც არ აქვს მნიშვნელობა ვისამხრობი ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, როდესაც დაუშვათ უარესდება ეკონომიკური მდგომარეობა, ყველას ჯიბეზე აისახება ბუნებრივია ეს პროცესი, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, რთული არის ესე ცალსახად გადავწყვიტო რა იქნება მომავალში, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ პროცესები არასტაბილურობისკენ წავიდა და რაღაცა ისეთი მართლა მნიშვნელოვანი რყევები მოხდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, კურსაც დაეტყობა, სამუშაო ადგილებსაც დაეტყობა, ხელფასებსაც დაეტყობა და ნებისმიერ პარამეტრს დაეტყობა. თუმცა აქ ხა მთელი მსოფლიოსი არ იყოს, მაინც ყველა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ინაუგურაციას ელოდება, მის ხედვას ელოდება, ის დიდწილად იქნება განსაზღვრელი საქართველოს შემდგომი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვექტორის შესაბამისად ამ მოვლენის ასე ვთქვათ განვითარებას რომ დაველოდოთ ნამდვილად ღირს და ტრამპის ნაბიჯებს რომ დაველოდოთ ნამდვილად ღირს. მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ამით საქართველოს რაღაცა ანეშველება ან საერთოდ უკიდურეს ნეგატიურ მდგომარეობაში გადავარდებით, მაგრამ ფაქტი არის, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ექნება მთელ მსოფლიოზეც, ჩვენს რეგიონზეც, მათ შორის გლობალურ ეკონომიკაზე. გლობალურ ეკონომიკაზე, თუნდაც ისიც გვახსოვდეს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა, აღდგება თუ არა ეს თანამშრომლობა, იგივე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ბევრ ევროპულ ქვეყანაზეც იქონიებს გავლენას და მათ დამოკიდებულებას შემდგომ ურთიერთობა საქართველოსთან. შესაბამისად ეს ყველაფერი ჯერ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომი პერსპექტივები გავთვალოთ. თუმცა ამ წუთის გადმოსახედიდან ეკონომიკურ კონტექსტში რაიმე რადიკალური ზიანის მომტანი არ ჩანს. რადგანაც, როგორც გითხარით, ფინანსურად შეიძლება ის რესურსი, რომელიც ალგეური ქვეყნებიდან არ წამოვა ევროკავშირიდან, სიტყვაზე შეიძლება გადაივსოს სხვა. თუმცა აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ეს არის სანქციების ნაწილი და მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ კონგრესიდან გაგზავნილი წერილია ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის, მარკ რუბიოსთვის, ამის მიუხედავად ამ სიაში არის შეყვანილი
მათ შორის ძალიან მსხვილი ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც რეალურად ამ ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის ძალიან დიდ ნაწილს ქმნიან, ხო? როდესაც ამ ტიპის პრობლემები ჩნდება, აქ არ არის მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლების ცალკეული პირების დასანქცირების მიმართულებით არის გადადგმული ნაბიჯები, ჯერჯერობით მხოლოდ ძალოვნებს ეხება ეს და ამ ნაწილის გათვალისწინებით, როდესაც უკვე შეიძლება რომ ეკონომიკური გენელი შემოვიდეს ამ ნაწილში, ხო? რა ტიპის გავლენას იქონიებს, ან რა ტიპის გავლენა უკვე აქვს ამ პროცესებს ბიზნესის და ინვესტორების განწყობაზე, იმიტომ რომ ჩვენაირი ტიპის ქვეყნისთვის ინვესტორების განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ქვეყანას სამწუხაროდ არ ყავს დიდი ინვესტორები. აი, მოდით ესე ხაზგასმით ვთქვათ, აღვნიშნოთ, რომ ისეთი მსხვილი ინვესტორი საქართველოს არ ყავს. საქართველოს ყავს ძირითადად საშუალო და მცირე ინვესტორები, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფად ადაპტირდებიან. ეს არ არის დიდი რაღაცა განსაკუთრებული კორპორაციები, საერთაშორისო რაღაცა დიდი კონგლომერატები, რომლებიც წლებს საჭიროებენ რომ შევიდნენ ქვეყანაში და წლები უნდათ შემდგომ რომ გავიდნენ თუ რაღაცა მოხდება. ძირითადად ჩვენთან ინვესტორები არიან ოპერატიული, სწრაფი რეაგირების მქონე ინვესტორები, რომლებიც თუ დაინახავენ არიან ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში მუშაობას? დიდწილად კი ბატონო და მათ შეიძლება პირიქით შეიძლება თუ ესე მე მაგალითად არ ვისურვებდი რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მსხვილი ქართული ბიზნესი დასანქცირდა, ისი ესე ვთქვათ ალბათობა ძალიან დაბალია. დამერწმუნდეთ ძალიან მალე გამოჩნდება სხვა ბიზნესმენები, რომლებიც მათ ადგილს, მათ ნიშას ძალიან მალე შეავსებენ, იმიტომ რომ როდესაც ბიზნესი ხედავს სივრცეს განვითარებისთვის და შესაძლებლობას პოზიციონირებისთვის ისი გაუცილებლად გაჩნდება და საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ მასშტაბის, რომ აქ რაიმე, ესე ვთქვათ, ან ფინანსურად ვერ შეივსოს ის საჭიროება, რაც იქნება, ან რაღაც სხვა პრობლემა შეიქმნას. ბიზნესმენი ერთი მეორეთი ჩანაცვლდება, თუმცა ფაქტია, რომ რაღაც გარდამავალი პერიოდი იქნება და ამას შეუძლია დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას, ну ქვეყანას თავისთავად, მაგრამ უფრო მეტად იმ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებს, სანამ მოხდება გადაწყობა, კომპანიების გასხვისება, ახალი მფლობელების მიერ ამ კომპანიებში. იმედი ვიქონიათ, რომ ამის საჭიროება არ დადგება არც ერთ შემთხვევაში. იმედი ვიქონიათ, რა თქმა უნდა, მაგრამ აი იმასაც გაუსვამ ხაზს, რომ ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც არახელისუფლების, არამედ ბიზნესის დასანქცირებას გულისხმობს, იმიტომ რომ ისინი შეიძლება ხელისუფლებას არ ეწინააღმდეგებოდნენ, ჩემი აზრით არის არასწორი მოქმედება, იმიტომ რომ ამით ხელისუფლებას კი არ უქმნით იმდენად პრობლემას, არამედ უქმნით 10,000-ობით თუ არა 100,000-ობით ადამიანს, რომელიც ჯამში შეიძლება იმ კომპანიებში ან იმ კომპანიების ირგვლივ იყოს დასაქმებული. არ ამგონია ეს იმ ადამიანებს ვინმეს უნდოდეს, თუნდაც ოპოზიციურად განწყობილი იყოს, უნდოდეს რომ მისი კომპანია, სადაც ის მუშაობს, ან გაკოტრდეს, ან დასანქცირდეს, რომ მან ვერ შეძლოს, თუნდაც რამდენიმე თვის, შეიძლება წლის განმავლობაში ახალი სამსახურის შოვნა, მით უმეტეს, როდესაც ათეულობით და ასეულობით ათასი ადამიანი თუ დარჩა უშევარი, სამსახურის შოვნა კიდევ უფრო მეტად გაჭირდება. ამიტომ ეს არ არის მთავრობის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, ეს ჩემი აზრით უფრო არ იქნება. ჯერჯერობით არ არის ბუნებრივი ეს. თუნდაც ის ვინც ეს წერილი დაწერა, ჩემი აზრით არ ხელმძღვანელობდა იმ მოტივით, რომ ხელისუფლებას უქმნიდა პრობლემას, ის იმ მოტივით ხელმძღვანელობდა, რომ შეუქმნას პრობლემები რიგით მოქალაქეებს, რომლებიც შეიძლება 1000 ლარზე, 1500 ლარზე მუშაობენ თვიდან თვემდე და ოჯახს ახმარენ ამ თანხას და არაფერ ესე ვთქვათ დიდ სიმდიდრეზე და ფუფუნებაზე აქ არ არის საუბარი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ამ გადაცემის ფარგლებში ბუნებრივია ჩვენ გვექნება საუბარი როგორც ამ პროტესტის მონაწილე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე იმ ბიზნესმენებთან, რომლებიც იზიარებენ ბუნებრივია ხელისუფლების პოზიციებს და ნახოთ როგორი იქნება მათი შეფასებები აი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ვახტანგ ჭარაია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. დირექტორთა საბჭოს სრულინდობა ირაკლი გილაურ საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს განცხადებას ავრცელებს და არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შტატების ოფიციალურ პირებთან აქტიურად მუშაობენ. ამასთან დირექტორთა საბჭო აღნიშნავს, რომ არ ეთანხმებიან ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მხრიდან ირაკლი გილაურის სანქციების საკითხის შესაძლო განხილვას. 2024 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა, საქსტატის მონაცემებით მთლიანობაში ბრუნვამ 23 მილიარდ ნახევარ დოლარს მიაღწია, თითქმის თანაბარი ზრდის მაჩვენებელია როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში. ექსპორტის მაჩვენებელი 6 მილიარდ ნახევარს აჭარბებს, იმპორტი კი 17 მილიარდ დოლარამდეა.
ტურისტული საქმიანობისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ტურიზმის შესახებ კანონის თანახმად 2025 წლის 1 იანვრიდან ტურისტული საქმიანობის სუბიექტებს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრების ვალდებულება აქვთ. რეგისტრაცია საჯარო რეესტრის სააგენტო აწარმოებს. კანონის თანახმად ტურისტული საქმიანობის სუბიექტებად მიიჩნევა ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო, დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი, გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულების მიმწოდებელი, ტურისტული გიდის, საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი. აღსანიშნავია, რომ ტურისტული საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე იანვრიდან ჯარიმებიც უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯარიმების ამოქმედება გადავადა და მათი ნაწილი 2025 წლის ივნისიდან, ნაწილი კი 2026 წლის იანვრიდან ამოქმედება. პროტესტის 57 დღე და შემცირებული ტურიზმის მაჩვენებლები, რა გავლენა აქვს მიმდინარე მოვლენებს სტუმართ მასპინძლობის სექტორზე, რამდენად შემცირდა ტურისტების რაოდენობა დეკემბერში და როგორია არსებული ვითარებიდან ტურიზმის საამავლო პერსპექტივები, რა გამოსავლის გზებს ხედავს სექტორი. თემაზე სტუმართან ბრენდის სტუმართ მასპინძლობის სივრცე რადარის გენერალურ დირექტორთან მაია მახათაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. როგორია თავდაპირველად მონაცემები, რა ტენდენციებია ამ დროისთვის ამ კონკრეტული დაუშვათ დღევანდელი 13 იანვრისთვის ტურიზმის სექტორში ძალიან მტკივნეული იყო ტურიზმის სექტორისთვის ბუნებრივია ეს პროცესები, თუმცა და იყო საუბარი ჯავშნების გაუქმებაზე, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა დაუშვათ იგივე მთის კურორტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეალურად ტურისტების რაოდენობა კვლავ მზარდია. როგორია თქვენი შეფასებით დღეს არსებული ტენდენციები? მოგესალმებით, სიამოვნებით მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა, ჩვენ ახლა დავიწყეთ ახალი წელი და ახალი წლის პერიოდის შემდეგ ისედაც გვქონდა ყოველთვის დაბალი სეზონი სასტუმროებს. ამ შემთხვევაში არ გულისხმობ სამთო სათხილამურო კურორტებს, როდესაც პირიქით მათთვის ეს ყველაზე პიკური პერიოდია დატვირთულობის. მე ვგულისხმობ დანარჩენ ყველა რეგიონს და მათ შორის დედაქალაქს. აქ ცოტა მძიმე მემკვიდრეობა გადმოგვყვა 2024 წლიდან, ყველამ ვიცით. მოვლენების განვითარება, რომელიც პირდაპირ აისახა სასტუმრო სეგმენტზე. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ახალი წლის პერიოდის დატვირთულობა სერიოზულ ბუსტინგს აკეთებს შემდგომ დაბალ სეზონზე და სასტუმროები იმ მიღებული შემოსავლებით როგორმე გადადიან და მიდიან ახალი სეზონის დაწყებამდე. ჩვენ ახლა ეს მოცემულობა არ გვაქვს, ანუ ის პერიოდი მტკივნეულად გავიარეთ, როდესაც გარკვეული თანხების დარეზერვება უნდა შეგვძლებოდა, ან პირობითად დაბალი სეზონის მონაკვეთში ამ თანხებით უნდა შეგვძლებოდა მაღალ სეზონამდე მისვლა. ამიტომ პერიოდი საკმაოდ ისეთია რთულია და შესაბამისად ეს არის ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ. რეალურად ეს არის დაუშვათ დედაქალაქის მასშტაბით, იმის გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქციები სწორედ დედაქალაქში იყო ძირითადად კონცენტრირებული, თუ დაუშვათ მაღალმთიან კურორტებზეც უკვე მეტნაკლებად დაისახა, ამას იმის გათვალისწინებითაც ვკითხულობ, რომ ზამთრის სეზონზე ბუნებრივია ბაკურიანის თუ გუდაურის თუ ამ მიმართულებით დატვირთვა ბევრად მაღალია წლების განმავლობაში ვიდრე დედაქალაქში, თუმცა დეკემბრის თვე რამდენად თვალშისაცემი იყო მათ შორის თუნდაც იგივე დედაქალაქისთვის? ზამთრის კურორტებთან დაკავშირებით აბსოლუტურად გეთანხმებით და მოგყვებით სინქრონში თემაში, იმიტომ რომ ზამთრის კურორტების ეს არის ყველაზე ისეთი კარგი პიკური პერიოდი, როდესაც ისინი თქვათ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე აცხადებენ სეზონს და რა თქმა უნდა ამ ნაწილში მეტნაკლებად ყველანაირად ისეთი კარგი მაჩვენებელი გვაქვს. დედაქალაქს უჭირს სიმართლე გითხრათ, იქიდან გამომდინარე რომ დედაქალაქში გვაქვს ორად-ორი მოცემულობა. ერთი ეს არის, როდესაც კორპორატიული სეზონი იხურება, ანუ პირველ რიგში ნოემბერ-დეკემბერში ხდება წლის შეჯამება კორპორატიული კომპანიების გამო, რომელსაც მოყვება როგორც განთავსება, ისე სადღესასწაულო მიმართულებით, თქვათ, საღონისძიებების ნაწილის დატვირთულობა და ეს არ არის მცირე შემოსავალი. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ჯამური ოთახების შემოსავლიდან არანაკლებ 30% შემოსავლის და ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზულ წილად მიყავს ამ დროს, წამყვანი ფლაგმანური ტიპის შემოსავლის მატარებელია ამ დროს ღონისძიებების
ნაწილი. ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში ეს მონაცემები არ აგვაქვს დედაქალაქში, იმიტომ რომ წლის დახურვის კორპორატიული ღონისძიებები მეტნაკლებად გააუქმეს კომპანიებმა, ნუ გვესმის არაშესაფერისი ხასიათიდან გამომდინარე და მეორე ზოგჯერ არის რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს კომპანია არა მხოლოდ წლის ბოლოს გეგმავს, არამედ გეგმავს ახალი წლის შემდგომ პერიოდში, ეს არის იანვარ-თებერვალი. ამჟამად ვიტოვებთ იმედს, რომ თუ კი ოდნავ მაინც ტურიზმში ხასიათი გამოსწორდა, ჩვენ კვლავ მივიღოთ ამსეთი ტიპის ღონისძიებები და რა თქმა უნდა აქედან შემოსული შემოსავლები. ეს მე გითხარით დედაქალაქის ჭრილში რა მდგომარეობა. თითქმის იგივეს გადაკოპირება და თქმა შემილია რეგიონებზე, ოღონდ არა სამთო სათხილამურო. სამთო სათხილამურო სულ რამოდენიმე რეგიონი გვაქვს ქვეყანაში, დანარჩენი ძირითადი, ეს დაახლოებით არის ალბათ 85% არის უკვე დანარჩენი სხვა რეგიონები. კი ბატონო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რა ტიპის გავლენა აქვს ზოგადად ამ დაუშვათ აქციებს და მიმდინარე პროცესებს ხოლმე, არა მხოლოდ დაუშვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ მთლიანობაში ტურიზმის სექტორზე, ანუ რა სახის გავლენას ახდენს. დაუშვათ ეს არის თვითონ აქციები, რადგან იმართება, გადაადგილების შეზღუდვის ნაწილი, უსაფრთხოების ნაწილი, თუ რა ქმნის რეალურად ტურისტისთვის, რომელიც საქართველოში გეგმავდა ჩამოსვლას, მაგრამ გააუქმა, რეალურად აი ამ ტიპის გადაწყვეტილების მთავარ საფუძველს. ანუ რა არის დაუშვათ ამ გადაწყვეტილებების მთავარი მამოძრავებელი. იმიტომ ამას იმის გათვალისწინებით ვკითხულობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში იყო რომ დაუშვათ აი პოლიტიკური პროცესები, ხელისუფლების პოლიტიკა ახდენს, რამდენად ახდენს გავლენას ტურისტის ქცევაზე. უსაფრთხოების ნაწილი რომ ახდენს, ამაზე ბუნებრივია საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს, ან კითხვის ნიშანი ამ მიმართულებით არ შეიძლება გაჩნდეს, თუმცა თვითონ ხელისუფლების ქცევა ამა თუ იმ მიმართულებით რამდენად შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ტურისტისთვის გადაწყვეტილების მიღების გარკვეულწილად საფუძველი. იცით როგორ არის უსაფრთხოების ნაწილში სრულიად გეთანხმებით და მოდით ამაზე ახლა დროს არ დავკარგავთ. ამას ემატება ისიც რომ მედია საშუალებები ყოველთვის ისეთი ფართო მასშტაბით აშუქებენ და შეიძლება პირობითად უშუალოდ ესეთი უსაფრთხოების გართულების მომენტი შეიძლება მთავარ ქუჩაზე გქონდეს ერთ რომელიმე გეოგრაფიულ ლოკაციაზე გქონდეს დედაქალაქში, მაგრამ ინფორმაცია გადის მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან კრიტიკულ ზღვარს დაბლა, ამიტომ ეს თავისთავად პირდაპირ აისახება. ეხლა თვითონ რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულება როგორია და თქვათ ამას სხვა ქვეყნის მოქალაქეები როგორ თარგმნიან პირდაპირ, გააჩნია რას ეხება, ხო? ანუ გააჩნია რა თემატური საკითხები არის ხოლმე აქტიურ ჭრილში. ხა ჩვენ ამ სიტუაციაში ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვათ იქ ევროპული კურსის ცვლილება, ყოველ შემთხვევაში გაცხადებული განცხადება ესე იყო, სწორად გავიგეთ თუ არა მეორეა, მოკლედ აი ამ ევროპულ მიმართულებას ეხება. რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებს ევროპული, ანუ რასაც ეხება განცხადება, შესაფერისი სეგმენტი რეაგირებს. მე ეხლა ხანს ჩამოვედი ევროპიდან არასაქმიანი ვიზიტით, უბრალოდ შვილი ცხოვრობს იქ და ამიტომ ვიყავი და იქ მაგალითად მოვისმინე ევროპელების პოზიცია და არც თუ ისე დადებითად უყურებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებას და შეიძლება ითქვას, რომ აი ასეთი რამეც კი იყო გაჟღერებული, რომ პირობითად იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა გამოითქმის, რომ იცვლის კურსს და აღარ ატარებს. ხელისუფლებას ამ საკითხზე აქვს ცალსახა პოზიცია, რომ ხელისუფლება ქვეყანა არ იცვლის კურსს და საგარეო მიმართულებით მესმის. აბსოლუტურად მე ამაზე აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენ შეხედულებაზე ახლა ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ, უბრალოდ მე გეუბნებით რა ინფორმაცია გადის ქვეყნის გარეთ და ამაზე როგორ რეაგირებს ის კონკრეტული სეგმენტი. კონკრეტული სეგმენტი რეაგირებს და გადის ინფორმაცია, რომ ქვეყანა იცვლის ანუ არ სჯერათ მათ ქვეყნის ევროპული ღირებულებების კვლავ დღის წესრიგში დატოვება. აი ეს არის მოკლე შეჯამება. კი ბატონო. და ამ მიმართულებით თუნდაც ეს რა ნაწილიც ახლა ახსენეთ, იმიჯის ნაწილი, ქვეყნის პოზიციონირება, იმიტომ რომ ტურიზმის სექტორს ჯერ კოვიდი მაშინ იქნა პრობლემა, დაუშვათ ძალიან რთულ ვითარებაში იყავით და ბოლო 2 წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი სეზონები ჰქონდა, თუმცა ამ ბოლო პროცესებმა შესაძლოა იქონიოს გარკვეული გავლენა, თუმცა ბუნებრივია არა დაუშვათ ამ კონკრეტული ერთი თვის მაჩვენებლებით ვერ ვიხელმძღვანელებთ, თავისთავად გასაგებია რომ შემდგომ რა პროცესი განვითარდება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, მაგრამ
ქონდათ თუ არა მცდელობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან კონტაქტის, რომ ქვეყნის იმიჯის ნაწილზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე გესაუბრათ მათთან, ან იგეგმება თუ არა ამ ტიპის შეხვედრა, რომ დავუშვათ ერთგვარად ერთად მიიღოთ გადაწყვეტილებები, როგორ გააგრძელოს ტურიზმმა საქმიანობა. თქვენს კოლეგებს აქვთ აქ მიმართულებით სურვილი შეხვედრის. ჩვენ ძალიან ფართო მასშტაბიანი საერთო კოლაბორაციული სამუშაო ჩავატარეთ კოვიდის პერიოდში და აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო მაშინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, ანუ ის ორგანო და ის სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ტურიზმის ამინს ქმნის და ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან და აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც სხვადასხვა მინდა გითხრათ, მაშინ ძალიან სერიოზულად ბევრი ბიზნეს ობიექტი გადაარჩინა სრულიად კოლაფსურად გაკოტრების პროცესს, მაშინ ძალიან დიდი ჩართულობა იყო. ამ ეტაპზე ვერ დაგიდასტურებთ იგივეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კერძო სექტორს, რომელიც წარმოვადგენთ ტურიზმის საქმიანობით ვართ დაკავებული ქვეყანაში, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ შევხვდეთ და დავაყენოთ საკითხები. მათ შორის საკითხები დააყენეს ჩემმა კოლეგებმა არაერთხელ, არაერთმა ფედერაციამ და ასოციაციამ, ცალკე ფიზიკურმა პირებმა და შესაბამისად ველოდებით მათგან უკავშირს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გავიგოთ ოფიციალური სტრუქტურებისგან, რა ნაბიჯებს აპირებს, რომ გაატაროს სახელმწიფო იმიჯის შენარჩუნების კუთხით და კიდევ ერთხელ დაუდასტუროს კერძო სექტორს ან საზოგადოებას, რომ ნამდვილად ევროპული კურსი არის კვლავ დღის წესრიგში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს ვიდრე მე და თქვენ ჩავერთვებოდით ეთერში და დავიწყებდით საუბარს, მე ვახსენე ტურისტული საქმიანობის მიმართულებით ახალი რეგულაცია. რეალურად მზად არის თუ არა ტურიზმის სექტორი აი ამ ახალი რეგულაციისთვის და დაუშვათ რამდენად რა ტიპის გავლენას იქონიებს ან მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით დაუშვათ ეს ტურიზმის სექტორის საქმიანობაზე. მხედველობაში მაქვს ტურისტული საქმიანობისთვის რეგისტრაციის სავალდებულო წესი. დიახ, ნახეთ ახლა ზოგადად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ მართ სახელმწიფო, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა შედგებოდეს გარკვეულწილად დარეგულირებული სამუშაო და ეკონომიკური პროცესებისგან. ამიტომ ამ ნაწილში ვიქნები სოლიდარული და გეტყვით იმას, რომ რა თქმა უნდა პროცესები უნდა იყოს აღწერილი, უნდა ექვემდებარებოდეს საერთო კანონმდებლობას და არ უნდა მოხდნენ ტურიზმში მომუშავე ობიექტები არათანაბარ პირობებში. მაგალითად, პირობითად თუ კი მე ვარ მეწარმე და ჩემი საქმიანობა პირველივე დღიდანვე დავარეგისტრირე, მაგალითად თქვა სხვა მეწარმე, რომელიც იმ უფლებით სარგებლობს, რომ შეუძლია რომ არ დაარეგისტრიროს, ჩვენ არ უნდა გქონდეს არათანაბარი სამუშაო პირობები, იმიტომ რომ ეს უკვე მე სხვა არათანაბარ შემოსავალსაც და არათანაბარ მოგებას არალის სურათსაც იწვევს. ამიტომ ამ ნაწილში რა თქმა უნდა იყოს რეგულირება. ეხლა რამდენად შეიძლება იყოს მძიმე ბერკეტი და ვთქვათ ისეთი აი კაბალური პირობაა, აი ზოგადად არის ხოლმე ასეთიც. ეხლა კეთილსინდისიერების ჭრილში ალბათ ამაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ ისეც რომ არ უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციას ნებისმიერი საქმიანობა ქვეყანაში თუ გვინდა რომ გქონდეს განაცხადი იმაზე რომ ჩვენი საქმიანობა იყოს კანონიერი. სხვანაირად როგორ დაარეგულიროს სხვანაირად სახელმწიფოც ვერ დაგვიცავს ვერანაირი ინციდენტებისგან ამ შემთხვევაში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. გელოდებით სამომავლოდ სტუდიაში. მაია მახათაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. დიდი მადლობა. რეგულაციამ სესხებლებისთვის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მათ ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ 500.000 ლარამდე სესხის აღება უცხოურ ვალუტაში შეეზღუდათ. ცვლილება პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში, როგორ აისახება გადაწყვეტილებას საკრედიტო აქტივობას და როგორ აპირებს ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკის გაგრძელებას. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ეროვნული ბანკის მონაცემებით გასული წლის განმავლობაში 400-დან 500.000 ლარამდე მოცულობის 600 სესხი გაიცა. ამ სესხების ჯამური მოცულობა 300 მილიონი ლარი იყო, რაც მთლიანი კრედიტების 1% შეადგენს. აქედან გამომდინარე, მარეგულირებელში ამბობენ, რომ სავალუტო სესხების ზღვარის 500.000 ლარამდე გაზრდა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვანი
სისტემიდან გავლენას არ მოახდენს, რაც შეეხება თავად გადაწყვეტილების მიზეზებს. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ განხორციელებული ცვლილება დედოლარიზაციის პოლიტიკის ნაწილია. გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა კი 18%-მდე გაზრდილი და შედარებით დაჩქარებული საკრედიტო აქტივობა იყო. საბანკო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რეგულაცია, რომელიც უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებას 500.000 ლარამდე ლიმიტის შემთხვევაში ზღუდავს, მეტწილად იურიდიულ პირებს შეეხებათ, განსაკუთრებით მოწყვლადი კი ამ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან. ამასთან გეტყვით იმასაც, რომ SME სექტორში სესხების დოლარიზაცია ბოლო მონაცემებით 65%-მდე მერყეობდა. უშუალოდ ფიზიკური პირების აქტივობაზე ეს ნაკლებად აისახება, იმიტომ რომ 500.000 ლარი იმდენად მოცულობითი სესხია და თუ შევაპირისპირებთ მას საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, ანუ ვის რამხელა ხელფასები აქვს, იქ დავინახავთ, რომ უშუალოდ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ეფექტი ძალიან ნაკლები იქნება. დღესდღეობით ჩვენ ოპერირებთ 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებლებით, დეკემბრის მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა და 22%-იანი დოლარიზაცია არის ფიზიკური პირების დაკრედიტებაში. ეს რა თქმა უნდა ფიზიკურ პირებს პირდაპირ შეეხება, რა თქმა უნდა შეეხება მიკროსესხებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი მეტწილად უკვე იურიდიული პირების პორტფელებზე აკეთებს აქცენტირებას, განსაკუთრებით ალბათ ამ შემთხვევაში მოწყვლადი გახდება SME სესხები. საკრედიტო აქტივობა იყო მაღალი, წლის ბოლოს დაახლოებით 18%-თან ვართ. ამიტომ ასეთ ცვლილებები ბუნებრივია არ ველით რომ ნეგატიურ გავლენას მოახდენს საკრედიტო აქტივობაზე და ასევე მეორე მხარეს უცხოური ვალუტის სესხების ალტერნატივა არის ლარის სესხი და ამ კუთხითაც გასულ წელს შესაძლებლობა ჰქონდა მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შეგვერბილებინა. ვხედავთ წინაპირობებს რომ მომავალშიც ეს შერბილება გაგრძელდეს. ამიტომ ლარის ხელმისაწვდომობა და ზოგადად სესხების ხელმისაწვდომობა მაღალია. დედოლარიზაციის პოლიტიკა ზოგადად გრძელვადიანია და ის განსაკუთრებით 2017 წლიდან გააქტიურდა საქართველოში. მას შემდეგ ეროვნულმა ბანკმა არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის, ანუ იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომელთაც შემოსავალი ლარში აქვთ, უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის ზღვარი რამდენჯერმე გაზარდა. ამ ნაბიჯების გადადგმის შედეგად გასულ წელს დოლარიზაცია ქვეყანაში 45%-მდე შემცირდა. მარეგულირებელში თვლიან, რომ ეს ნიშნულით ჯერჯერობით მაღალია. მიმდინარე წელს კი მოლოდინია, რომ დოლარიზაცია სხვა თანაბარ პირობებში 40%-მდე უნდა შემცირდეს. ჩვენი ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ამ ზღვარის გაზრდა არის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი, რადგან მისი მიზანი არის ერთი კუთხით დედოლარიზაცია და მეორე კუთხით დავიცოთ ყველაზე მოწყვლადი მსესხებლები, რომელიც შედარებით მცირედ ნახევარს ესხულობენ, იმიტომ რომ მეორე მხარეს ჩვენ გვაქვს მსხვილი კორპორაციები, რომელიც ბუნებრივად ესხულობენ უცხოურ ვალუტაში, იმიტომ რომ ხშირად სესხის ნახა იმდენად დიდია და იმდენად ძელვადიან, რომ მათთვის უცხოურ ვალუტა ხშირად არის ოპტიმალური. ან ისინი ექსპორტზე არიან ორიენტირებული, ამიტომ დედოლარიზაცია გაგრძელდება სეგმენტურად, სწორედ ყველაზე მოწყვლად შედარებით მცირედ ნახიან სეგმენტზე და ეს დოლარიზაციის შემცირება ეროვნულ ბანკმა დაახლოებით 2017 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ გვახსოვს ჯერ იყო ყველაზე დიდ ხანს 100.000 ლარიანი ლიმიტი, მერე 200, 300 და დღეს 500.000-იანი ლიმიტი ამოქმედა 1 იანვრიდან. თავარია შემდგომი ნაბიჯი რა იქნება ეროვნული ბანკის. ჩვენ გვახსოვს რომ მათ გაჟღერებული აქვთ ესეთი ციფრი როგორც არის 1 მილიონი ლარი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეროვნული ბანკი თავის მოქმედებით მონოტონურად მიუყვება ამ გზას და ეტაპობრივად ნელა-ნელა ალბათ უახლოს პერიოდში შეიძლება 1-2 წელიწადში ეს $1,000,000-იანი ლიმიტი ვიხილოთ. დოლარიზაცია კვლავ რჩება ქვეყნის ეკონომიკის მთავარ გამოწვევად. ნოემბრის მონაცემებით საცალო სესხების დოლარიზაცია 22% შეადგენდა, კორპორატიული სესხების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 65% იყო, რაც შეეხება დეპოზიტებს. დეპოზიტების დოლარიზაცია გასული წლის განმავლობაში 52% შეადგენდა. ძალიან დიდი მადლობა კრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში. საპენსიო აქტივების მოცულობა 2025 წლის დასაწყისისთვის 6 მილიარდ ლარს აჭარბებს, აქედან 4 მილიარდ ნახევარზე მეტი საპენსიო მონაწილეების შენატანებია. 1,440 მილიონი კი საინვესტიციო საქმიანობიდან დარიცხული საპროცენტო სარგებელია. ამ დროისთვის საპენსიო დანაზოგი სისტემაში 1,300,000 ადამიანს აქვს. მათ უმრავლესობას დანაზოგი კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში აქვს, სადაც წლიური ამონაგებით 13%-მდეა. სისტემის მონაწილეების პორტფელის შეცვლა და დაბალანსებულ ან დინამიკურ საინვესტიციო პორტფელზე გადასვლა საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეუძლიათ.
ტრანსპორტთა გადაყვანის სფეროში რეფორმა იწყება, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება კერძოდ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის 2025 წლიდან სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო. ნებართვის აღება 2025 წლის 1 მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან ნებართვის გარეშე მგზავრებს გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა 2025 წლის 1 ივნისიდან ძალა შედის საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული სხვა ცვლილებები, კერძოდ 150 კილომეტრზე მეტი დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდება, რაც შეეხება თავად ავტოსადგურებს, მათ სერტიფიცირების ვალდებულება 2025 წლის 1 ივნისიდან უჩნდებათ. სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით 1000 ლარიდან 10000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ტრანსპორტ საშუალების ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადი გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეული სერვისების აფასურის ოდენობა მოიმატა. უფრო კონკრეტულად, ერთი ავტომობილის ექსპორტისა და რეექსპორტის გადასახადი ჯამში 150 ლარით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, გაიზარდა საექსპორტო შემოწმებისთვის, აგრეთვე საბაჟო დეკლარაციის შევსებისთვის ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის მომსახურების აფასური. საექსპორტო შემოწმება, როგორც სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ, ასევე მის ფარგლებში 70 ლარით, ხოლო საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის მოწმობის გამოწერა 80 ლარით გაძვირდა. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით რეექსპორტისთვის განკუთვნილ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე საფასური ჯამში 150 ლარით გაიზარდა. ცვლილებები 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედა. აღნიშნულ ცვლილებას ბიზნეს პარტნიორთან საუბარში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიანიძე აფასებს და ამბობს, რომ ეს სიახლე ავტოდილერებს ხარჯებს გაუზრდის. როდესაც მყიდველი ერთია და გამყიდველი მრავალია, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამისამართება ხდება. გამყიდველი შეუნება მყიდველი, რომ მე ისედაც მიძვირდება ხარჯები მაქვს ეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც ფას დაკლებაზე, ფას დათმობაზე მიდის საუბარი. ამიტომ პირდაპირ წესით შეიძლება არ აჩვენს ეს, რომ ამას იხდის, ასე ვთქვათ, თვითონ გამყიდველი ავტოდილერი ამ შემთხვევაში, მაგრამ თავისი შეიძლება ამ გადასახადმა დიდწილად შემოსავალი და მოგება შეუციროს ავტოდილერს, იმიტომ მოლაპარაკების შედეგად ხდება გარკვეული ფასდათმობა. როდესაც მყიდველი ეუნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გარკვეული ხარჯები მიძვირდება, მანქანის შეძენა და გადაფორმება მიძვირდება და შენც რაღაც ამ კუთხით უნდა დააკვირდე. 2024 წელიდან სავალუტო ბაზრის გამოწვევები ეროვნული ბანკი გასულ წელს არჩევნებისა და ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე ლარის ჭარბი მერყეობის გასანეიტრალებლად სავალუტო ბაზარზე აქტიურად იყო წარმოდგენილი, თუმცა დეკემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 324 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4 მილიარდ 450 მილიონ დოლარს მიაღწია. რომ განაპირობა რეზერვების ზრდა და რა მაკროეკონომიკური მოლოდინებია ქვეყნის მთავარ ბანკში, ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ინფორმაცია როდესაც გავრცელდა, რომ სავალუტო რეზერვები გაიზარდა, ძალიან ბევრი სპეკულაციისა თუ სხვადასხვა ტიპის შეფასებების საგანი გახდა. თავდაპირველად განმარტოთ, რამ განაპირობა სავალუტო რეზერვების მატება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნულ ბანკს უწევდა აქტიური ჩარევა საარჩევნო პერიოდში, იმ კუთხით, რომ ლარი მეტნაკლებად სტაბილური ყოფილიყო და ძალიან არ გაუფასურებულიყო რეზერვების ხარჯვა. და მაშინ გარკვეულწილად კრიტიკული მოსაზრებიც იყო და ამ პროცესების შეფასებისას თქვენ მაშინ ამბობდით, რომ რეალურად ეროვნულ ბანკს სწორად ჰქონდა შეფასებული სიტუაცია და შესაბამისად, როდესაც საჭირო იყო დავუშვათ იყენებდა რეზერვს და როდესაც არ ჭირდებოდა მას ამ რეზერვების დახარჯვა, ბუნებრივია მას არ იყენებდა. რამ განაპირობა რეზერვების ზრდა? და საკმაოდ სოლიდურად 324 მილიონი დოლარით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, ასევე მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ის, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ეს არის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორი და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის კონცენტრირებული არის იმაზე, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეავსოს, დააგროვოს და ეფექტურად მართოს ეს აქტივები. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ყოველთვის ვავსებთ სავალუტო რეზერვებს. თუმცა რასაკვირველია, დგება გარკვეული პერიოდები, საჭიროებები, როდესაც ყიდით უცხოურ ვალუტას.
ის ფაქტი, რომ ჩვენ კონცენტრირებული ვართ რეზერვების დაგროვებაზე, ადასტურებს ასევე ის სტატისტიკაც, რომ ჩვენ უკვე ნოემბერში დავიწყეთ რეზერვების შევსება და ნოემბრის პერიოდში რეზერვები 124.5 მილიონით შევავსეთ. საერთაშორისო რეზერვების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ნოემბრის-დეკემბრის პერიოდში ეროვნული ბანკის მხრიდან კვლავ რეზერვების შევსების პოლიტიკა იყო ინტერვენციების სახით. ასევე რეზერვების დაგანაპირობა იმ ფაქტმაც, რომ საბანკო სექტორში დეპოზიტები არის მზარდი, უცხოური ვალუტის დეპოზიტები ნოემბრის მონაცემებით წინა წელთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და აი ამ ფაქტმა სარეზერვო ნორმის ზრდასთან ერთად დამატებით გაზარდა რეზერვები და წლის ბოლოსათვის ეს მაჩვენებელი 4.55 მილიარდი დოლარი არის. თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საერთაშორისო სტანდარტებითაც არის დადგენილი და უშუალოდ რაღაც გარკვეულ ზღვარს აი ამ ზღვრის ქვემოთ არის ეს რეზერვები და შესაბამისად ეს იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც თქვენ ახსენეთ ხა თქვენი საუბრის დასაწყისში, გარკვეულწილად საფრთხეს უქმნის. მოდი ესე აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო სავალუტო მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, რა თქმა უნდა, ადეკვატურ დონეზე გქონდეს. ამისათვის არსებობს გარკვეული მეთოდოლოგია, გარკვეული საერთაშორისო სტანდარტები, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეტრიკა და შეფასება ამისი არის, რომ რამდენად შეუძლია საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს იმპორტის გადაფარვა და ოპტიმალური მაჩვენებელი აქ მიჩნეული არის 3 თვის იმპორტის გადაფარვა. სწორედ დღეს გამოქვეყნდა იმპორტის მონაცემებიც და დღეს არსებული რეზერვები რომ ნახოთ თუ როგორია იმპორტთან ფართობა, საკმაოდ ახლოს არის აი ამ ოპტიმალურ სამ გადაფარვის მაჩვენებელთან, დაახლოებით 2.8 არის ეს კოეფიციენტი. ასევე არსებობს სხვა უფრო კონსერვატიული შეფასებებიც და ეროვნული ბანკი, როდესაც გეგმავს გრძელვადიან პოლიტიკას, ყოველთვის კონცენტრირებული არის იმაზე, რომ ეს ოპტიმალური დონე კონდეს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდებში შეიძლება მოხდეს საჭიროება ან გარკვეული ტიპის შოკი მოხდეს და აქედან გამომდინარე ამ მაჩვენებელთან შედარებით შეიძლება დაბალი აღმოჩნდეს, თუმცა გრძელვადიანი პოლიტიკა მაინც ყოველთვის კონცენტრირებულია იმისთვის, რომ აი ამ მაჩვენებელზე კვლავ ავიდეთ. ისევე როგორც მაგალითად მონეტარული პოლიტიკის წარმართვისას, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ინფლაციის არის 3%, თუმცა შეიძლება რაღაც გარკვეულმა მოკლევადიან შოკებმა და ფაქტორებმა გამოიწვიოს 3%-დან გადახრა ინფლაციის, თუმცა ჩვენი გრძელვადიანი პოლიტიკა მაინც ყოველთვის იმისკენ არის მიმართული, რომ 3%-ს დაუახლოვოთ და ამას ეროვნული ბანკი წარმატებით ახერხებს. ისევე როგორც რეზერვების შემთხვევაში, რომ შევხედოთ ისტორიულ განვითარებას რეზერვებისას, იყო გარკვეული მომენტები, როდესაც შემცირდა რეზერვები, თუმცა იმ პოლიტიკიდან, გრძელვადიანი პოლიტიკიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკი კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, ჩვენ კვლავ ვავსებთ ამ რეზერვებს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი აქვე განმარტოთ და მაყურებელს უთხრათ, რეალურად ვახტანგ ჭარაია, რომელიც გადაცემის დასაწყისში საუბრობდა, მან თქვა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები დღეს იმდენად კარგ მდგომარეობაშია, რომ რაიმე განსაკუთრებულ რყევებს წესით არ უნდა ველოდეთ. შეგვიძლია და შეუძლია თუ არა ეროვნულ ბანკს, ცენტრალურ ბანკს თქვას თამამად, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები არის ისეთი დღეს იმ ნიშნულზე, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას რაიმე ტიპის საფრთხე ამ მიმართულებით არ უნდა დაუდგეს. ჯერ შევეფასოთ მიმდინარე სიტუაცია, იმიტომ რომ ზოგადად სავალუტო ბაზარზე რა იწვევს რყევებს, ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ ის, რომ საქართველოში მოქმედებს ცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და გაცვლითი კურსი ამ პირობებში ჩამოყალიბდება მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე. რომ შევაფასოთ ახლა თუ როგორი არის მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, ამას ყველაზე კარგად აფასებს ქვეყანაში რა სავალუტო შემოდინება და გადინების ბალანსი არის, რომელსაც სრულად ასახავს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. სწორედ 30 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ ჩვენ ეს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, მესამე კვარტალში იყო დადებითი, იყო პროფიციტული, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება საქართველოს ნაირი მცირე ზომის ქვეყნებში და ჯამურად სამი კვარტალი რომ შევაფასოთ, დაახლოებით 3.5% არის მიმდინარე ანგარიშის მეოთხე კვარტალი ამაზე იმ მასშტაბის გავლენას ვერ იქონიებს, რომ დაუშვათ აი მნიშვნელოვანი რყევები ვნახოთ. დიახ და ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარკვეული ტიპის ინდიკატორები, წინსწრები ინდიკატორები თუ რა შეიძლება გქონდეს მეოთხე კვარტალში, ასევე რა თქმა უნდა არსებობს. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის სავაჭრო ბალანსი და სწორედ თქვენც აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში დღეს გამოქვეყნდა ეს მონაცემები და ექსპორტიდან მიღებული, საქონლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდა კვლავ გრძელდება და შესაბამისად აი ეს არის მთავარი, რაც ასახავს აი ამ ფუნდამენტურ ფაქტორებს. ჩვენ ასევე ინტერვენციების დროს ყოველთვის აღვნიშნავთ იმას, რომ როდესაც
ფუნდამენტური ფაქტორებიდან არ მომდინარეობს გასვლით კურსზე ზეწოლა, ასეთ დროს ერევა ეროვნული ბანკი და ასეთ დროს ანეიტრალებს ეროვნული ბანკი ჭარბ მერყეობას და სწორედ ეს მომენტი იყო ოქტომბრის პერიოდში, თუ რატომ განახორციელდა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები. მაგრამ აი ამ ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე და ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ნოემბერში და დეკემბერში კვლავ დავიწყეთ, პირიქით კვლავ დავიწყეთ შევსება აი ამ რეზერვებს. კი ბატონო, მოლოდინები როგორი გვაქვს დაუშვით უახლოესი თვეების განმავლობაში? ფიქრობთ თუ არა რომ გექნებათ საშუალება კვლავაც გაზარდოთ რეზერვები თუ დაუშვათ იმ საშუალოვადიანი და გრძელვადიანი რისკების გათვალისწინებით, რომელსაც ეროვნული ბანკი პერიოდულად ამუშავებდა და ამას მერე მიყვებით სცენარების მიხედვით, დაუშვათ პირიქით გაუარესების მოლოდინი გაქვთ და მოგიწევთ დახარჯვა ამ რეზერვების. 2025 წლის ამჟამინდელი პროგნოზები რაც გვაქვს და ამჟამინდელი მოლოდინები რაც გვაქვს არის ის, რომ როგორც მოგახსენეთ, ანუ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის ყველაზე კარგი ინდიკატორი, რომ შევაფასოთ ქვეყანაში რა სავალუტო შემოდინებების და გადინებების ბალანსი არის. პირველი სამი კვარტლის მონაცემებით 3.5% იყო და კვლავ ველოდებით, რომ 2025 წელსაც ნორმალური დონე რაც არის მიჩნეული ჩვენი ტიპის ეკონომიკისთვის ეს არის დაახლოებით 5.9% და ამის ფარგლებში გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ამის ფარგლებში იქნება. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, გლობალურადაც საკმაოდ მაღალი არის გაურკვევლობა და ჩვენ როგორც მცირე ზომის ეკონომიკა, რომ დამოკიდებული ვართ ასევე გლობალურად მიმდინარე პროცესებზე, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია საკმარისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ფასების სტაბილურობა და ლარის მსყიდველობით უნარიანობა შეინარჩუნოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ინფლაცია უნდა შენარჩუნდეს მიზნობრივი მაჩვენებელთან ახლოს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ფასების სტაბილურობა ქვეყანაში შევინარჩუნოთ. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც რეზერვებზეა საუბარი, ეს არის ოქრო და რეალურად მოახდინეთ ერთგვარი დივერსიფიცირება რეზერვების მიმართულებით და ოქრო არის ერთ-ერთი ის ნაწილი, რომელზეც ბოლო პერიოდში ასევე სხვა ტიპის შეფასებები ისმოდა. რეალურად რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება და რამდენად სარფიანი გამოვიდა ის გადაწყვეტილება, რომ რეალურად რეზერვების ძალიან დიდი ნაწილი, დიდი თუ არა, რაღაც გარკვეული ნაწილი ოქროში მოჰქონოდა საქართველოს, აი ამ დღევანდელი არსებული ტენდენციების გათვალისწინებით. საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კუთხით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აქტივები ეფექტიანად იყოს მართული. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ 2024 წელს მივიღეთ ესეთი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ გარკვეული წილი გადაგვეტანა ოქროში, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აი ოქროს ყიდვის მომენტიდან დღემდე ფასის ზრდიდან გამომდინარე დაახლოებით 100 მილიონის შემოსავალი მივიღეთ ოქროდან. ანუ ეს 100 მილიონი დოლარი მხოლოდ ფასის სხვაობიდან გამომდინარე დაემატა სავალუტო რეზერვებს. შესაბამისად, საკმაოდ წარმატებული იყო ასევე სხვა აქტივების კუთხითაც, საკმაოდ მაღალი შემოსავლიანობა ჰქონდა და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკის ნაწილი, რომ ეფექტიანად იქნას რეზერვების მართული. ჩვენ თქვენ საუბრის განმავლობაში გარკვეულწილად შეეხეთ ინფლაციას, თუმცა მთლიანობაში ჩვენი საუბრის ბოლოსკენ მაინც რომ კიდევ ერთხელ ავუხსნათ მაყურებელს, როგორია ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები, რა ტიპის რისკებია დღეს ისეთი, რომელმაც შეიძლება ინფლაციის მაჩვენებლები, სამიზნე მაჩვენებლის მაღლა აწიოს, ამ პირიქით დაუშვათ ქვემოთ ჩამოვიდეს და რამდენად ახერხებთ ინფლაციური პროცესების რეალურად მართვას და იმის თქმა შეგვიძლია თუ არა მაყურებლისთვის, რომ მას შეუძლია მეტნაკლებად შვიდად იყოს, ბუნებრივია ხომ შვიდად ყოფნა თვალთ ესეთი, არ ვიცი, ამდენად სწორი ფორმულირებაა, თუმცა დამშვიდებული იმ კუთხით, რომ რეალურად შეგიძლიათ მართოთ ეს პროცესები და ინფლაცია არ გახდეს დაუშვათ სამიზნე მაჩვენებელზე ბევრად მაღალი, რაც მე ძალიან დიდ პრობლემის შექმნელი შეიძლება აღმოჩნდეს სამხმარებლო ბაზრისთვის. ინფლაციის კუთხით დადებითი ტენდენციები კვლავ გრძელდება. 3 იანვარს გამოქვეყნდა დეკემბრის მონაცემები და მთლიანი ინფლაცია დეკემბერში 1.9% იყო. მნიშვნელოვანი არის ის, თუ რა არის ამის განმაპირობებელი ფაქტორები და არის ის, რომ ეს მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი ნარჩუნდება ძირითადად ბევრი პროდუქტის დაბალი ინფლაციიდან გამომდინარე. ანუ ეს დაბალი ინფლაციური გარემო არის უმეტად ყოვლის მომცველი. რაც შეეხება ინფლაციური პროცესების მართვას, საქართველო არის ანუ ერთ-ერთი და საქართველოს ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იმ მხრივ, რომ ჩვენთან გაცილებით უფრო ადრე შემცირდა
ინფლაცია, რომელიც COVID-მა და post-COVID-მა პერიოდმა განაპირობა და უკვე 23 წლის დასაწყისიდან 2 წელიწადი არის ჩვენთან დაბალი ინფლაცია ნარჩუნდება. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ განვითარებულ ქვეყნებშიც კი ინფლაცია კვლავ პრობლემად რჩებოდა. მოლოდინები გვაქვს ის, რომ შემდეგი წლისთვის ველოდებით, რომ ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს იქნება. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. უკვე აღნიშნე, რომ გლობალურად სწრაფაცვალებადი არის მდგომარეობა, შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასები როგორ ჩამოყალიბდება, ამას ჩვენზე გადმოცემა აქვს და საკმაოდ მაღალი მერყეობით ხასიათდება ეს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რესურსი, ყველა ის ინსტრუმენტები, რომ ფასების სტაბილურობა ქვეყანაში უზრუნველყოთ. ამის დასტურია ის, რომ ეს ყველაზე კრიტიკული პერიოდი, რაც იყო მსოფლიოსთვის ინფლაციის კუთხით, 23 და 24 წლის განმავლობაში, ჩვენ წარმატებით შევინარჩუნეთ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დავაკვირდეთ ტენდენციებს და ბუნებრივია კლავაც გელოდების სტუდიაში უკვე შემდგომ პროცესების ანალიზით იმის მიხედვით როგორი იქნება ან რეზერვებთან ან დაუშვით ინფლაციის მართვასთან დაკავშირებული სიტუაცია. თამთა სოფრომაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს. მე და თქვენ ერთმანეთს უკვე ხვალ შევხვდებით. მშვიდობიანი დღე ნახვამდის.